შემოგვერთდა ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქალბატონი ინეზა ბობოხიძე და სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ჰიპერტენზიის შესახებ, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულად მისგან მოვისმენთ რჩევებს და თუ რა იწვევს მას და რა სიმპტომებით გამოიხატება. დილამშვიდობის ქალბატონი ინეზა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ტელემაყურებელს და მშვიდობიან დღეს უსურვებ. დიდი მადლობა. ქალბატონი ინეზა, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა რაც არის ის თუ რას წარმოადგენს ჰიპერტენზია და როგორი სიმპტომებით ხასიათდება. პირდაპირ დეფინიციით რო დავიწყოთ, ტენზოს არის ზეწოლა. დაჭიმულობა. ჰიპერ ნიშნავს ნორმაზე გადაჭარბებას. ჰიპერტენზია ანუ ნორმაზე მეტად ზეწოლას და დაჭიმულობას ნიშნავს სისხლძარღვის. ანუ ეს არის ძალა სისხლისა, რომლითაც აწვება სისხლის კედელს და ამ შემთხვევაში გულს, როგორც ტუმბოს სისხლის მომქცევის სისტემაში, უჭირს მუშაობა. შესაბამისად, ყველა ჩვენი ორგანო თავის ფიზიოლოგიურ პარამეტრებს მიწოდებული ჟანგბადით და გლუკოზის ხარჯზე ახორციელებს და თუ გულს უჭირს მუშაობა, ყველა ორგანოს აქვს თავის სისხლის მიმოქცევის სისტემა, ყველასთან მიდის, ხო? აი ამ ორგანოებთანაც შესაბამისად შეფერხებით ხდება მიწოდება სისხლის მიმოქცევის და შესაბამისად მათი ფუნქციური ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება რაღაცა დისფუნქციები დაიწყოს. დასრული ადამიანიდან 10-დან 5 ჰიპერტენზია აქვს. 5-დან მკურნალობს მხოლოდ 2-3 არ მკურნალობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაავადება იწყება ძალიან ესეთი თუ არ მოყვება გვერდით მკვეთრად გამოხატული რაღაცა სხვა სიმპტომატიკა, ძალიან ჩუმად მიდის თავისთვის. თუ არის ომავთ ტემპერატურა, ისა არტერიულ წნევას და ციფრებს არ უყურებთ, შეიძლება გაგვეპაროს ეს მომენტი, რომ ჰიპერტენზია დაიწყო, მაგრამ თუ მისი ნიშნები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება, გულის არეში სიმძიმე, დისკომფორტი, ასთენია მოყვება თან, მაშინ რაღაცა მიგვანიშნებს, რომ რაღაცა მგონი კარგად ვერავარ და პირველ პარამეტრს რას ვაკეთებთ? ტემპერატურას და წნევას ვსვამავთ, ხო, რაც ხელ ეწიფება თითქმის ყველას. და თუ ეს სიმპტომები არ არის გამოხატული, შეიძლება ციფრები საკმაოდ მაღლა წავიდეს, ისე რომ ადამიანს შეუმჩნეველიც კი დარჩეს, რომ მას ჰიპერტენზიული სინდრომი განუვითარდა. ზოგს რატომღაც მიეჩნია ქალბატონი ინეზა, რომ ეს უფრო ასაკოვანი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ჩვენს რეალობაში უნდა აღინიშნოს ის, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ყველა დაავადება, ყველა ქრონიკული დაავადება უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება ასაკთან მიმართებაში, მაგრამ ჰიპერტენზია და ბევრი სხვა დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა და ბევრი რამ უწყობს ამას ხელს. იცით, ახალგაზრდები არ არიან და არ ცხოვრობენ დამზოგელ რეჟიმში. მათ ძალიან ბევრი რაღაცის კეთება უხდებათ, მათი ცხოვრების რეჟიმი ძალიან დაძაბულია. ძილღვიძილის რიტმი არეული, ძილის ჰიგიენას თითქმის ვერ ახერხებენ დაიცვან. კვებითი რეჟიმი არეულია, იკვებებიან ფასტფუდებით და იკვებებიან არამრავალჯერადად და შეიძლება იყოს ერთჯერადი. სოციალური ფონი დაძაბულია, მათ რაღაცასთან გამკლავება უხდება, რაც ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ძალიან აუარესებს და ყველა ეს ერთად შეკრებილი უკვე ორგანიზმისთვის ხდება სტრესი და გამოიხატება რაღაცებში და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ჰიპერტენზია. აი გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეთ, შეგვიძლია თუ არა მთავარი ასე ვთქვათ, რამდენიმე გამომწვევი მიზეზი დავასახელოთ, რაც იწვევს შემდეგ უკვე ჰიპერტენზიას. სანამ მიზეზზე გადავიდოდე, უნდა გითხრათ, რომ ჰიპერტენზია შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად. ეს არის პირველადი ჰიპერტენზია, ანუ ესენციური ჰიპერტენზია, რომლის მიზეზებზეც ვერ ვსაუბრობთ და არის მეორადი ჰიპერტენზია, როდესაც გამოხატულია რომელიმე სისტემის ან ორგანოს დისფუნქცია და ამის ხარჯზე შემდეგ ვითარდება ჰიპერტენზია. შესაბამისად, გამომწვევი მიზეზიც ხვდებით ალბათ, რომ პირველ შემთხვევაში ესენციური ჰიპერტენზიის დროს ესე კონკრეტულ მიზეზზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ თუ მაგალითად დისმეტაბოლიზმია, მაგალითად შაქრიანი დიაბეტია, ფარისებრის დისფუნქცია, ხო? ამ შემთხვევაში აი ამ სისტემის დისფუნქციამ მეორადად გამოიწვია ჰიპერტენზია და მიდგომაც და მკურნალობაც არის სხვადასხვა, რა თქმა უნდა. თუ მეორადია, იმ სისტემის მკურნალობას ვიწყებთ, რომლის დისფუნქციამაც გამოიწვია ჰიპერტენზია. თუ ესენციურია, მივდივართ კვლევებში. პირველი კვლევა ეს არის გულსიზარხთა სისტემის კვლევა, იმიტომ რომ ძალიან უმეტესად გულსიზარხთა სისტემის დაავადებები იწვევენ ჰიპერტენზიას
და შესაბამისად ამ სისტემაში ვეძებთ მიზეზებს და მიზეზების არ აღმოჩენის შემთხვევაშიც კი სიმპტომურად ვიწყებთ მკურნალობას ჰიპერტენზიისას, მარეგულირებლებით, სისხლის გამათხელებლებით, ტრიგლიცერიდების დისფუნქციის აღმოფხვრით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, როგორც წესი ხოლმე ყოველთვის მიმართავენ ხშირ შემთხვევაში, სანამ ექიმთან მივიდნენ, მანამდე თვითნებურ მკურნალობას, რაც არაერთხელ გვითქვა ჩვენ ეთერს მეშვეობითაც, რომ არ შეიძლება რომ ასე მოიქცეს საკუთარ ჯანმრთელობას ადამიანი, იმიტომ რომ ის პრეპარატი, რომელსაც ვთქვათ, ჩემი ოჯახის წევრი ან მეზობელი ან ნათესავი იღებს და მისთვის ეს მარგებელია, ჩემთვის შეიძლება სულად საზიანო იყოს. და სწორედ ამიტომ არის საჭირო რიგი კვლევები, ექიმები იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორად მართონ. თქვენ რა რჩევას მისცემთ ქალბატონო ინესა ისეთ დროს, როდესაც ვთქვათ, ამჩნევს ჯანმრთელობის აი გაუარესებას, ვთქვათ, თქვენ რაც თქვით წეღან იგივე თავბრუს ხვევა, სიზუსტე და ასე შემდგომ, ხო? რა რჩევას მისცემთ, როგორ უნდა მოიქცეს პირველი საფეხურები რა არის იმისათვის, რომ თვითონ შეიძლება ვერ დაადგინოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეჭვი მიიტანოს, ასე ვთქვათ, და სწორად მიუდგეს ამ საკითხს. პირველ ყოვლისა თვით შემოქმედება აქ ძალიან დამაზარალებელია ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მიზეზი, ანუ პათოგენეზური მიზეზი არის ძალიან მრავალფეროვანი და თუ იმ მიზეზს არ არის მორგებული, წამალი არ გახლავთ ხილი, არ არის ატამი და ვაშლი, ხო? ყველა წამალს აქვს თავისი გვერდითი, როცა ხანგრძლივ მიღებაშია. ამიტომ, როდესაც წამალი ინიშნება ექიმის მიერ, იცით როგორ არის? რისკები და სარგებელი ფასდება. აუცილებლად სარგებელმა უნდა გადააჭარბოს რისკს, რომელიც ხანგრძლივ მიღებას წამალს მოყვება და ამ შემთხვევაში აქვს აზრი მკურნალობას, მედიკამენტის დანიშვნას. ამის გაკეთება ექიმის გარეშე მე ძალიან მეეჭვება, რომ შეძლოს ვინმე ექიმსაც ქალბატონო ინესა, ეს ძალიან საინტერესოა, თუ ვთქვათ, ყურადღება არ მიაქცია ადამიანმა ჯანმრთელობის ესეთ მკვეთრ გაუარესებას, ხო ყურადღება რა შეიძლება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? პირველი რადგან ეს არის გულსისხლთა სისტემის, ესენციური გულსისხლთა სისტემის დაავადება გახლავთ, პირველი რაც შეიძლება გამოიწვიოს, ეს არის ზუსტად გულსისხლთა სისტემის დაავადებები, გულის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს და გულის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტები, სტენოკარდია, რითმის დარღვევა, რითმები გამოიწვიოს და როგორც კი გულის მუშაობა დაირღვევა ხოლმე, შესაბამისად სხვა ორგანოთა სისტემაშიც მიდის სულებები და პირველ ყოვლისა ძალიან ხშირი გართულებაა ხოლმე თავის ტვინის დისცირკულაციური ფუნქციები, იმიტომ რომ ნერვული ქსოვილი ჩვენს ორგანიზმში გახლავთ ქსოვილი, რომელიც ყველაზე ძნელად ეგუება ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას, ყველაზე ძნელად იტანს. სულ 5-6 წუთი შეუძლია დაიცადოს და მე შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება ხოლმე და ძალიან ხშირად გულის დაავადებები გამოვლინდება ხოლმე ინსულტებით, ანუ გართულებით გამოვლინდება, იმიტომ რომ ის რაღაც ესე შეფარულად ჩუმად მიდის და ეს კიდე ისეთ ცვლილება, რომელიც აუცილებლად თვალხილული ხდება ხოლმე და შესაბამისად რისკიც ესე დგას. ამიტომ მე პირველ ყოვლისა როდესაც რაღაცა დისკომფორტი ორგანიზმშია, ურჩევ ყველას, რომ მონიტორინგი განახორციელონ, გაზომონწნევა, მხოლოდ ყოველ საათში წნევის გაზომვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სხეული, ჩვენი ფიზიოლოგიური პარამეტრები იცვლება. მაგალითად, ეხლა ჩვენ როცა ვხედავთ, ჩვენ კუნთებს ნაკლები ჟანგბადი და ენერგია სჭირდება, ვიდრე თუ ჩვენ სირბილს დავიწყებთ, ხო? შესაბამისად, იმის მიხედვით, რას ვაკეთებ, წნება უნდა აიწიოს და დაიწიოს ცოცხალ ადამიანში. რა დატვირთვას ვანიჭებ ჩემს ხელს ამის და მიხედვით. რაც უფრო მეტად ფიზიკურად დატვირთული ვარ, მით უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს სისხლის მიმოქცევის პარამეტრები, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული ბალანსი ორგანიზმში. და შესაბამისად, თუ ჩვენ მაგალითად კიბეზე ორჯერ ავივლით, შეიძლება ჩვენი წნევა ძალიან აიწიოს და თუ ჩქარა ავივლით, შეიძლება გაორმაგდეს როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური. ეს კატასტროფა არ არის. ესეთი აწევა ჰიპერტენზია ნახეთ განლევადია, მილევადია, როგორც კი დავისვენებ და დავჭდები, 10-15 წუთში აუცილებლად უნდა ისევ ჩემ ნორმის პარამეტრებს დაუბრუნდეს. მაგრამ თუ არ უბრუნდება პარამეტრებს, მაშინ უკვე მიზეზი უნდა ვეძიოთ. ანუ მონიტორინგი პირველ ყოვლისა, როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგი?
აუცილებლად წინ არ უნდა გქონდეს რაღაც ესეთი აქტიური ნივთიერებები. ყავა, ჩაი მიღებული არ უნდა იყოს დაახლოებით 1-25 წუთი არ უნდა გქონდეს მიღებული. ახალ საკვებ მიღებულზეც არ უნდა გაიზომოს. 5-10 წუთი მოსვენებულად უნდა ვისხდეთ. აუცილებლად გამართული ზურგით, ფეხები არ უნდა იყოს ერთმანეთზე გადადებული. ესე უნდა გავზომოთ და დღეში ორჯერ გავზომოთ. დილას, ხო, გაღვიძების თანავე არა, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი სანამ გამოფხიზდება, სხვა პარამეტრებს აჩვენებს და მერე კიდევ უფრო სხვას. ორჯერ გაზომვა წნევის თუ დისკომფორტი ხშირია, რამდენიმე დღიანი აუცილებლად მიგვანიშნებს, ეს არის ჰიპერტენზია, თუ ეს არის უბრალოდ ფიზიოლოგიურად ადეკვატურად შეცვლილი წნევა ჩემი ორგანიზმისთვის და თუ ხედავთ, რომ ციფრები მყარად დგას, დაახლოებით 10 დღე, 12 დღე რეგულარულად ნახულობ ამდილი თან საღამოთი, რომ ციფრები არის მაღალი, ეს ნიშნავს უკვე, რომ აუცილებლად რაღაცა მჭირდება, ექიმის ჩარევა. მანამდე სანამ ექიმთან წავალთ და გავიაზრებთ, რომ რაღაც უჭირს ორგანიზმს, აუცილებლად უნდა შევხედოთ ჩვენ დღის რეჟიმს, გავაკონტროლოთ კვების რეჟიმი, როგორ ვიკვებებით, რა საკვებს ვიღებთ, როგორ გძინავს დღეღამის რიტმის სწორი დაცვა ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ღამის ციკლში ჩვენი ორგანოების უჯრედების უმეტესობა მოსვენებულ მდგომარეობაშია. არ მიეწოდება ესეთი ენერგეტიკა, რომ ჩვენ მოგვემსახუროს და თუმე ძალიან ვაიძულებთ ჩემ ორგანიზმს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეხუთეჯერ, მეათეჯერ უარს მეტყვის და არ გამომყვება. მეტყვის, რომ არამედ ჩემი დასვენების დროა ეხლაო და არ იმუშავებს ჩემი ნება-სურვილით. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად დამზოგველი დღის რეჟიმი, მართალია ცხოვრება გთხოვს, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ვიარსებოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად ორგანიზმი, აი როცა თითქოს მეზარება ადგომა, სხეული მეუბნება, რომ მეტი დასვენება მჭირდება და იქნებ ზოგჯერ დავასვენოთ სხეული. ძილს აქვს ასევე, ხო? ძილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის ესეთი დღე და ღამის რიტმი და დირიჟორი ამისა გახავთ მზე. ნახეთ 8 საათზე ზაფხულში გაღვიძება არავის არ გვიჭირს. შუა ზამთარში როგორ ხართ? ძალიან გიჭირთ. რატო 8 საათი 8 საათია? იმიტომ რომ იმ შუა ზამთარში ჯერ მზე არ არის ამოსული და ჯერ აქტიურ ფაზაში ჩვენი ორგანიზმი შესული არ არის. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის გათვალისწინება, სითხის მიღება, მლაშე, საკვებისგან თავის შეკავება, გაზიანის ასმელები, აი ამით ჯერ პირველი რაც უნდა ქნას, აუცილებლად კვების და ძილღვიძილის რიტმი. აი ჭარბი წონაც არის, ხომ, ერთ-ერთი ზუსტად არასწორმა კვებამ და არასწორმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა და რა თქმა უნდა არადაბალანსებულმა კვებამ, ხო? ქავტანონისა, ძილი ვახსენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ორგანიზმმა აღიდგინოს ეს დაკარგული ძალები, რაც დღის განმავლობაში მან გახარჯა. ზოგს მიაჩნია, რომ ვთქვათ, თუ ღამით ვერ დავიძინე, მომდევნო დღეს თუ აქვს საშუალება იმის, რომ გამოიძინოს, მიაჩნია, რომ ის აღიდგენს ამ ძალებს. აი თქვენ როგორც ნევროლოგმა რომ განმარტოთ რეალურად რატომ არის მნიშვნელოვანი ღამის ძილი და ნამდვილად შესაძლებელი არის თუ არა რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი იყოს შემდგომ გამოყვებილი ამ შუადღის ძილით. იცით რა, შეიძლება ერთხელ ზოგჯერ ჩავანაცვლოთ დღის ძილით, ღამის ძილი, მაგრამ რეგულარულად დღის ძილი ვერაფრით ვერ შეცვლის ღამის ძილს. ზუსტად იმ რიტმების გამო, რომელსაც მზე ვკარნახობს და არა ჩემი სამსახური და ჩემი მოვალეობები. მზე ვკარნახობს მელატონინის გამოყოფა ყველაზე დიდი რაოდენობით როცა ხდება ჩვენს ორგანიზმში. აი ეს ფაზა უნდა გამოვიყენოთ ძილისთვის, რომელსაც მოყვება, რასაც ჩვენ ვეძახით დასვენებას, ძალის აღდგენას და ასე შემდეგ, რომელსაც დღის განმავლობაში ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ეს მელატონინი დღის განმავლობაში ესე არ გამოიყოფა დიდი რაოდენობით, რომ სრულფასოვანი დასვენება და ძალების აღდგენის საშუალება მისცეს ჩვენს ორგანიზმს. ესე რომ დღის ძილი ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ღამის ძილს. დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ შეიძლება არ იყოს ჰიპერტენზია გამოწვეული
გულსიხსნათა დაავადებებით ხომ ჩამოთვალეთ გამოწვევი მიზეზები, მაგრამ საინტერესო არის ასევე ალბათ ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ხომ ფოთვითი აშლილობა და ასე შემდეგ, რამაც შეიძლება ასევე რომ გამოიწვიოს ეს ჰიპერტენზია. არის ხოლმე შემთხვევები და დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთხელ ყოფილიყართ ამის მომსწრე, როდესაც ადამიანი სახლში ძალიან შფოთავს, ნერვიულობს და საკმარისია დაინახოს ექიმი ან სასწრაფო მოვიდა, სულაც არ ჭირდება წამალი, უკვე კარგად არის და თავს კარგად გრძნობს. აი ამ დროს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? იცით ძალიან ბევრი მიზეზთა შორის, რომელიც შეიძლება არ იყოს გულსიწავთა სისტემის, ერთ-ერთი გახლავთ ზუსტად ემოციური უმდგრადობა, ლაბილობა, ეს ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორც კონსტიტუციური ტიპებით განსხვავდებით ერთმანეთისგან, ფსიქოტიპებისგანაც ესევე განსხვავებული ვართ ხოლმე. ძალიან ხშირად ეს დაძაბული რიტმი, ყოველდღიური, ამდენი ნეგატივი, რომელიც ცოლის გახელისთანავე თავს დაგვატყდება ხოლმე, იწვევს გარკვეულწილად შფოთვით მსგავს მდგომარეობებს ადამიანში და პირველი ყველა შიში საფუძველი არის სიკვდილის შიში და სიკვდილის შიში მიზეზშედეგობრივად შემდეგ რაღაცნაირად დაავადებასთან მივყავართ ხოლმე, რომ აი დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა დაავადების გარეშეც დგება ეს მომენტი და ამიტომ ოდნავი გადაძაბვა და რაღაცა სხეულის ცუდი შეგრძნება იმ წუთში იწვევს, რომ ვაიმე, ცუდათავ რომ რაღაც შეიძლება მომივიდეს და საშველი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ხოლმე თეთრი ხალათი და ექიმი. თუმცა პირიქითაც არის ხოლმე ექიმის დანახვაზე, ხო, ბავშვებში განსაკუთრებით, თუმცა არა მარტო ბავშვებში, რომ ექიმის დანახვაზე პირიქით დისკომფორტი აქვთ და განცდა და ფიქრი ეწყებათ იმაზე, რომ ვაიმე რაღაცა მჭირს, ვაიმე რაღაცას აღმომიჩენენ. ესე მოგმართავენ ხოლმე პაციენტები. არ მინდა ექიმთან მოსვლა, იმიტომ რაღაცას აღმომიჩენენ. რაც არ არის ვერ აღმოვაჩენ. ხო, არ უნდა რომ იცოდეს. ადამიანი შფოთავდეს, შეიძლება მშვიდად იყოს, მაგრამ მასაც აღინიშნებოდეს რეალურად ჰიპერტენზია. რჩევები მივცეთ ქალბატონო ინესა ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად იწურება ჩვენი საუბრის დრო და თქვენგან მოვიჩინე. როდესაც შფოთია გამოხატული, ყველა მარტივად ხვდება, რომ აქ ფსიქოლოგიური ფაქტორებია ჩართული, მაგრამ არის ესეთი სიტუაციები, რომ ადამიანი ძალიან მშვიდად არის, არ ნერვიულობს, აგზნებული არ არის, არ გამოიხატება ლაბილობა, მაგრამ გამოიხატება წნევის აწევაში. ყველა პარამეტრი გულსისხმთა სისტემის, სხვა სისტემის ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ მას პერიოდულად აქვს მაღალი წნევა, აქვს ტახიკარდია, ჰაერის უკმარისობა. ძალიან ხშირად ესეთი გამოხატულებები არის ხოლმე, რომელსაც ჩვენ ფსიქოსომატურ გამოხატულებას ვეძახით, ანუ სომაში, სხეულში ცვლილება არ არის და ჩემი ფსიქოლოგია ჩემი ფსიქოტიპი არ მაძლევს საშუალებას ვიყირო, ვიჩხუბო, მაგრამ სამაგიეროდ სხეული თავის ენაზე ამბობს, რომ დისკომფორტი აქვს. წნევა აეწევა, ტახიკარდია დაეწყება, სუნთქვა გაუხშირდება. ეს ესეთი გამოხატულებებიც ნევროზული რეგისტრის გამოხატულებაა და ძალიან ხშირი ესეთი გამოხატულებები არის ხოლმე, რომელსაც მარტივად არ ჭირდება მარეგულირებელი, მარტივად დამამშვიდებელი საშუალებები, დღის რეჟიმის მოწესრიგება ძალიან ადვილად აწესრიგებს ხოლმე ამ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონზე მოგზაურობისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქალბატონი ინესა ბობოხიძე.